დრო და ადგილი უცვლელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მკლავარიან შეკრებილები, ბათუმელები, ისინი ტრადიციულ დროს მოვიდნენ 7 საათიდან შეიკრიბნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და აქვე მინდა ჩართვა დაიწყო ინფორმაციით, რომ რამდენიმე საათის წინ ამ ადამიანებს მოუვიდათ სასამართლოდან განხორციელდა ზარი, სადაც აუწყეს, რომ ისინი დაჯარიმებულები არიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან მათ სასამართლო უწყებიდან რამდენიმე დაურეკეს და ედავებიან გზის გადაკეტვას და აქციის ორგანიზატორობას და აქვე მინდა გითხრათ, რომ 13 იანვარს არის ამათი სასამართლო პროცესი ჩანიშნული და მოსამართლე არის ავთანდილ გოგუაძე და ისევ ქართული ოცნების ენით მინდა გითხრათ, რომ ეს ის მოსამართლეა, რომელიც არის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების გამპრავებელი და სწორედ ავთანდილ გოგუაძე განიხილავს მათ საკითხს. მე ხა პირდაპირ ეთერში გადავალ იმ პირებთან, ვისაც მოუვიდათ სასამართლო უწყება. ლევან, რომ მითხრა, რას გედავებიან, რა არის, რა დაგირეკეს სასამართლოდან და რა გითხრეს? ხო, დღეს დამირეკეს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან და მითხრეს, რომ 13 იანვარს 15 საათზე არის სასამართლო პროცესი ჩანიშნული. 174 მუხლს მედავებიან, როგორც გავიგე, გზის გადაკეტვას და თან აქციის ორგანიზატორი ყოფილი ვარ, ასე აღმოჩნდა. იმაზრს თუ ანვითარებენ, რომ აქ შეკრებილი ადამიანი ყველა ორგანიზატორია, მაშინ მართლები არიან, იმიტომ რომ ამ აქციებს რომ 1 და 2 ორგანიზატორი უბრალოდ არ ხავს, ხო, ყველა ვთანხმდებით ამას, ადამიანები გამოდიან და აპროტესტებენ იმ მსგავსობას, რაც ხდება ქვეყანაში ევროპული კურსის ცვლილებას. ამიტომ ამით თუ ცდილობენ, რომ ადამიანები დააშინონ და რაღაცა ჩააქრეს ეს საპროტესტო მუხტი, მე დარწმუნებული ვარ, რომ არ გამოვად, გამომდინარე იქედან, რომ ნახეთ, რომ ადამიანებზე ძალადობენ, მეორე დღეს უფრო მეტი ადამიანი გამოსცდა. რა ვიცი, ჩვენ საპყრობილეში გამოკეტვას თუ შეეცდებიან ან დიდი რაოდენობით თანხით დაჯარიმებას, დამიჯერეთ, რომ ჩვენ სირგვლივაც არიან ეს ადამიანები, ვინც კიდევ უფრო გაბრაზდებიან და გამოვლენ და მუხლი როგორც ვნახე, ითვალისწინებს საკმაოდ სოლიდური თანხით დაჯარიმებას, მათ შორის პატიმრობასაც, ადმინისტრაციულია, მაგრამ საკმაოდ დიდხნიან პატიმრობას მათ შორის. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა კარგად გაიგოს ყველამ, რომ ჩვენ გათავისებული გვაქვს, რის გამო ვდგავართ ქუჩაში, რის გამო შევედით ამ ბრძოლაში და დაშინება ნამდვილად არ გამოვუვათ. 13-ში მივალთ, მანამდე რა თქმა უნდა გამოვითხოვთ ამ საქმის მასალებს და უფრო მეტი გვეცოდინება და მზად ვართ ყველაფრისთვის. ეს ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენ სადაც არ უნდა ვიყოთ, მივა გამარჯვებამდე აუცილებლად. მადლობა. მე როგორც მივხვდი 16 დეკემბერზეა საუბარი, ლარა. რა მოხდა 16 დეკემბერს, სად იყავი შენ და რას გედავებიან? ხო, მე ვიყავი ტელეეკრანებთან, სამწუხაროდ იმ დღეს ცუდად ვიყავი და ვერ გამოვიდი გარეთ და ტელეეკრანებთან დავინახე, რომ რეალურად შელაპარაკება მოხდა პოლიციასა და საპროტესტო მონაწილეებს შორის. იმ დღეს მე არ ვყოფილ ვარ გარეთ, რეალურად აქციის მონაწილე არ ვყოფილ ვარ და დღეს მირეკავენ და მეუბნებიან, რომ გზის გადაკეტვაზე მედავებიან ადმინისტრაციული სასჯელით. არ ვიცი რეალურად სად დაინახე ჩემი დარღვევა, კანონდარღვევა, იმ დღეს საერთოდ არ ყოფილ ვარ, ამიტომ რეალურად ეხლა უშუალოდ გადასულები არიან დაშინებაზე და ეს დაშინება გამოიხატება ამ ფულადი ჯარიმებით და იმედი მაქვს, რომ უფრო მეტად არ გამწვავდება საქმე. ძალიან დიდი მადლობა აზამ, თქვენც დაგირეკეს სასამართლოდან, საუბარია 16 დეკემბრის დღეზე, მაშინ, როდესაც მართლაც საკმაოდ ხალხი იყო და შესაძლებელი იყო ქუჩის გადაკეტვა. ჩემთან განხორციელებული ზარში არ უხსენები აქვს 16 დეკემბერი, ახსენეს ის, რომ სამართალ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ იქნება მოსმენა 13 იანვარს, უბრალოდ ახსენეს მუხლი 174, რაც ითვალისწინებს ორგანიზატორის და მას შორის გზების გადაკეტვის ორგანიზატორის ბრალდებას. მე ვთხოვე, რომ მოეწოდებინათ ჩემთვის წერილობით ოქმი და საქმის მასალები, მაგრამ ითხრეს, რომ არ მომეწოდებოდა, მხოლოდ ეს ზარი იყო საკმარისი, მათ შორის სასამართლოც არ განმეორებდებოდა ხელმეორედ. ეს იყო მათი მხრიდან გაფრთხილება. რაც მგონია, რომ აბსოლუტურად მიმართულია იმისკენ, რომ დააშინონ ან ეძებონ ორგანიზატორი ამ აქციებისა და მინდა უთხრა, რომ ამ აქციებს არ აყავს ერთი ორგანიზატორი და თუ ასე გააგრძელებენ, მოუწევთ მთელი საქართველოს დაჯარიმება. მადლობა, ვაჟა, ყავს ამ აქციებს ორგანიზატორი, მე ვიცი, რომ შენც დაგირეკეს სასამართლოდან. კი, ამ აქციების მთავარი ორგანიზატორი არის ქართული ოცნება იმ ქმედებებით, რომელიც მან ჩაიდინა. მეც დამირეკეს სასამართლოდან, როგორც არაერთ ადამიანს, როგორც არაერთ აქციის მონაწილეს, მითხრეს, რომ მე 6 განყოფილებიდან შევიდა სამართალდარღვევის ოქმი
მედავებიან 174 მუხლით აქციის ორგანიზატორობას და გზების გადაკეთებას, ოღონდ როდის, რანაირად, რა პირობებში ამაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მითხრეს რომ 13-ში ალექსანდრე გოგუაძესთან არის ჩანიშნული სხდომა და რა თქმა უნდა მივალ ამ სხდომაზე და გავიგებ იქ მაინც რატო დაგვირეკეს საერთოდ და რატო გახდა ეს საკითხი აქტუალური. ხა ყველაფერი რა თქმა უნდა სახეზეა, გუშინ ის რეპრესიული კანონები ბატონი ყაველაშვილის მონაწილეობით ხელმოწერილი იქნა, ამის მერე გადადიან უკვე დაშინებებზე და ხა ვის ეშინია მაგიცი. ჯარიმა იქნება თუ პატიმრობა იქნება, როგორც კი ამ პროცედურულ ნაწილს დავამთავრებთ, ისევ გამოვალთ აქციებს. მადლობა, ამ ადამიანებს არ ეშინიათ ჯარიმის და პატიმრობის. მე ხა ხედავ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს გია ბესელიას და შევეცდები რომ მას პირდაპირ ეთერში გავესაუბრო. ბატონო გია, ბოდიშ გიხდით. ბატონო გია. შევეცდები რომ პირდაპირ ოპერატორს ვთხოვ რომ წამომყვეს. ბატონო გია, ბოდიშ გიხდით. პირდაპირ ეთერში ვარ და აი რომ მითხრათ. აქციის მონაწილეებს 15-მდე ადამიანს მოუვიდათ სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ განცხადება სასამართლოდან. რა დააშავა ამ ადამიანებმა? რა დააშავეს და მოუწოდა პოლიციამ გზაქოდა ჩაკეტილი, არ იყო საკმარისი რაოდენობა. მოუწოდეს არ გაითვალისწინეს და მაგიტო ანუ თქვენ მიაწოდეთ ინფორმაცია რომ ეს ადამიანები იყვნენ აქციაში, ხო, მაგრამ ყოველ დღე მართლაც საკმაო რაოდენობის ადამიანი და ბათუმელი მოდის. დღეს არ იყო 20 მიახლოებით 30 ადამიანი. ერთ-ერთი გოგონა ამბობს რომ საერთოდ არ იყო იმ დღეს აქცია. სასამართლო ხო არის 13-ში ჩანიშნული. მიბრძანდეს ვის დაიბარის სასამართლოში და გაირკვევა ვინ დაარღვია და ვინ არ დაარღვია. გადაწყვიტოს მოსამართლე. მაგრამ ანუ შეგვიძლია ვთქვათ რომ სადამსჯელო ოპერაციები დაიწყო და ღონისძიება. სადამსჯელო ოპერაციები არ დაწყებულა. ეს არ არის ტერმინი, რაც უნდა შეესაბამებოდეს სამართალდარღვევას. მადლობა, აი ასეთი იყო გია ბესელიას განცხადება, იგი არის აჭარის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელი. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, აქციის მონაწილეები ბუნებრივია რჩებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მათ არ აშინებთ ჯარიმები და არც პატიმრობა. თუმცა ხელისუფლებამ, კიდევ ერთხელ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ მათ საკმაოდ კარგი საახალწლო საჩუქარი მოუწყო.